და აი ესე დაუზაურიდან გესალმებით. ეს არის პირველად საქართველოს დამარხული რობო ბრძოლები, რობო ბატალიები და აქ ვართ ჩვენი თუ ვიღებთ რობო ბრძოლას მეინს. მაგრამ აქვე ტარდება ძალიან ბევრი სხვა საინტერესო ღონისძიება, მათ შორის რობო სუმო. აი იქ ჩემს უკან ეხლა სტეიქს ამზადებენ და საინტერესო რაღაცებს გააკეთებენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ქართული კომპანია აი ამ პროექტს დაასაპორტებს და რავი, ყოველ წელიწადს კი არა, რავი, კვარტალში ერთხელ უნდა ჩატარდეს ესეთი ღონისძიება. დღეს ასევე იყო არსიებ გოლები, რადიო ქარების, აი განახებ რა მოდელები აქვს, საინტერესო. და ველოდებით საჯის და მარშალის გადაწყვეტილებას. შევიდან მარშლივ ესეც საკაიფო აკადემია. აჰა, რუბიკონიც ოფროუდერები აქ არის. მაგარი მანქანა. რამოდენიმე საათი წინ აქ ჩატარდა რბოლა. ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ახლა ერთობიან ბიჭები გადაობენ. უკვე ძალიან მაგარი, ძალიან აი მულტიფუნქციური სივრცე გაიჩნდა და ბევრი რაღაცით გაერთო ხალხი. აქვე ჩვენი გენერალური სპონსორიც კროკოც არის. მადლობა კროკოს. მოკლედ იქ სადაც ვარ თითქოს ყველგან არის კროკო, რა დამთხევა არის. დამთხევა.ავს კაია. მე ბავშვებთან ერთად ვარ მოსული, ბავშვებსაც განახებ კადრში და ბავშვები თავიდან იყვნენ უარზე. რაღაცა ხელოდან რამერούμε, მაგრამ რომ მოვიდნენ აქ, ძალიან მოეწონათ. ეს ჩემი პატარები არიან, გამარჯობა. როგორ მოგეწონათ? ძალიან ჯერ თავიდან რბოლა, ძალიან მაგარი იყო. ეს პატარა ჩხუბები ძალიან კაია რომ აქდებენ და მე ყველაზე მთავარს ველოდები აი აქ ჩხუბი რომ მოხდება ძალიან მაინტერესებს. 5, 8 და 15 კილოები რობოტები იქნებიან. ბავშვებისთვის ძალიან კაია. იმიტომ რომ პატარა ბავშვებისთვის საჩუქრებს არაგებენ. თან და კაია. ასევე ჩვენ ვნახეთ რობოტი ძაღლი და მე და ჩემი ძმა დანიელი ვიჯექით რა ეს რობოტი ძაღლი მიდიოდა დანისთან და დანის შეეშინდა მაგრამ მე ეთამაშებოდა. სხვადასხვა pop-up სივრცეებია პატარ-პატარა, ბარები არის, მათ შორის ოზის ბარიც არის იქ უფერსი. სხვადასხვა მერჩებია. აქ კოპტერს თავისი დიდი უზარმაზარი კოპტერი აქვს, ეკოლფლოუ. აი ამხელა უზარმაზარი დრონი. აგროდრონი. და რა? აი ტიპია. ეხლა განახებ სად ჩატარდება დღევანდელი main event-ი. ეს არის აი ეს დიდი შუშის ბოქსი. სადაც მონაწილე რობოტები შევლენ და იბრძოლებენ, აფეთქებენ ერთმანეთს, უკრავენ ჩაქუჩებს. ბავშვობაში ვუყურებდი ამერიკულ რობო ბატალიებს. MTV-ზე იყო მე მგონი რა და სულ მინდოდა რომ ლაივში მენახა და აგერ თან მუშაობ, თან ვიღებ, თან ვუყურებ. აი მოუწმენად ველი რა. აგერი ხალხია, ყველა მორჩილი ბიჭები. საკაიფო სეტაპით მუშაობ, 2 კამერა მარტივა შტატივებზე. აი ესე. აქ ვამზადებენ, გაწმენდენ, მოხოდავენ. დანის მოვიდა. ესეც ჩვენი
ორგანიზატორები და წამყვანი გენიალური. არტურ, ბავშვობაში რასაც უყურებდი. ხოლმე ოცნებობდი და ამის ნახავ. ბიჭო, კი და წამო შიგნით ერთი ამათაც ვანახოთ გავაგიჟოთ რა ხდება. იყავით შიგნით? არა. მოდი. ყვამლიდან დაუნახო არ გადმოგვიდება საფრთხე. არტურ. ხო. კულისებია პიტსტოპები რა. ამ ეს დიზაინი ხო არ გეცნობა არტურ? აქ. ამ დიზაინზე იყო ერთ-ერთი რობოტი, რომელმაც გაიმარჯვა ერთ-ერთი პირველი ის რა ქვია, ბეთლბოტების არენა. რეთი ერქვა თუ რაღაცა მაგდაგვარი. წამოაკეთ. აი ეს არის კიდე ერთ-ერთი ძალიან კაი ეს რა ქვია, ბოტი. 5 კილოიანებში. მოიცა, სად იყო წამო. ესეც კაი ესეთ დიზაინი არის რა ქვია. ეს კაი დიდი ტანკი არის. მაგარი ტიპია. მარა არტურ. VVA. შენი ფავორიტი რომელია? ბიჭო, კი, მარა ესენი თუ მოასწრებენ ამათ იარაღი აქვს საკმაოდ ესეთი რომელიც დიდი ალბათობით ყველა რკინას დაღუნავს. თუ მოასწრეს და აქეთ არის ნახე კიდე ერთი ძალიან ანუ ბეთლბოტების ძალიან კლასიკური დიზაინი არის ესეც რა. და ამას ქვევიდან შეხედე. Spinning blade რა. აი აქეთ. ეს პატარა კილოგრამ ნახევრიანებში არის ეს ტიპი რა. ალბათ კილოგრამ ნახევრიდან კილოგრამი მარტო სპინერი არის. არა ხო, ძალიან საყვარლობები არის. აი რაღაცნაირად ბავშვობის ნოსტალგია იყო და არის და რაღაც ბიჭო, ნერდმეს უხარია, ანუ იმ ჩემ პატარა ბავშვს ძალიან უხარია რა, აი აქ ხო. შემასწავლე MTV-ზე გადიოდა ეს ყველაფერი. ბიჭო, Discovery-ზე გადიოდა მე მგონი. Discovery-ზე გადიოდა მე მგონი რა. მე ეგრე მახსოვს ყოველ შემთხვევაში. სულ უყურებდი და ეხლა აი პირდაპირ ბავშვების ნახავდი და მე მგონი ძალიან მოეწონა. ანუ წარმოიდგინე ბიჭო, რომ ეს მე უნდა წავიყვანო, შენ უნდა გადაიღო. ანუ ხო არ გადაო 100 მაშვებით. სად ვართ? ბიჭო, ესეთი ივენთი მეტი კი არა, ესეთი ივენთი უნდა იყოს რა და არ უნდა ტარდებოდეს ხოლმე წელიწადში ერთხელ, იმიტომ რომ რეალურად აქ ისეთი ტიპები გამოჩნდებიან, რომლებიც რეალურად ინოვაციებს გააკეთებენ მომავალში რა. ანუ ეს რობოტები, უბრალოდ რობოტები არ არის რა, ანუ ამის უკან რაც არის რა, ანუ თუნდაც იგივე პროგრამირების ამბავი, თუნდაც იგივე საინჟინრო რაღაცეები რა, გადაწყვეტილებები რეებსაც იყენებენ ბიჭები და გოგოები, ვინც არიან აქ. ძალიან ბევრ სხვა საქმეში შეიძლება რომ გამოგვადგეს რა და არ არის მაინდა-მაინც ის რომ უტვინო რობოტების ბრძოლა და ერთმანეთზე ცემად ყეპაო რა, ანუ არ არის რა ეგრე რა, ანუ ეს არის ტვინთა ბრძოლა რეალურად რა, რომელიც გამოისახება აი იმ ტექნოლოგიაში, რომელსაც მე აწყობენ აქ. და ესეთი რაღაცეები რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო უკეთესი არის ყველა ჩვენთაგანისთვის რა. გონებრივი განვითარებისთვისაც, ტექნოლოგიური განვითარებისთვისაც და ზოგადად, ანუ კულტურული ზრდისთვის რა, ესე ვიტყვი. ხო და სპონსორებო, გამოუჩნდით ამ ივენტს რა. ჯიბიდან არ უნდა კეთდებოდეს ერთი ადამიანის რა, მხოლოდ ავთოს მოკითხვა აქედან კიდე. ხო, ლოპერსბარი აქ ვართ, უბრალოდ გვერდში ვდგავართ და მადლობელი ვართ ისევ და ისევ ავთოსი, იმიტომ რომ მოგვეცა ეს საშუალება, რომ აქ ვიყოთ, იმიტომ რომ მართლა ერთი კაცის გაკეთებული პროექტი არის და მისი გუნდის რომელიც ეხმარება რა ამას. არტურას არხი გამოიწერეთ. დაუბრუნდით შეჭება. აი ბიჭებსა გამოდადებული. ძალიან ბევრი ხალხია უბრალოდ გაჩვენებთ აქ რა ხდება. აი ესეთი ამბავი არის, მალე მორჩება ჩვენი სუმო რობო ბრძოლა. აი როგორ აწვევენ ერთმანეთს, პატარა მაგარ ხოძია.
ესე იგი, ჩვენი host space-ი არის District 4, District 4-ში ტარდება დღევანდელი ღონისძიება. სამაგარი space-ია. ძალიან ბევრი ხალხი არის მოსული. ძალიან ცხელაგარეთ, ხო, აი გაგრილება არ გვაწყენდა. მედი მომდევნო ივენთი უფრო გრილაუნში იქნება. ნაკ გვერდება გაგრილება და აი რა მალე დავიწყებთ რა. ეს ჩემი Legend FX3 და იქეთ კიდე ბიჭები ორი A7-4 იმუშავენ და იქეთ კიდე ბიჭები ორი ცალი A7-4 იმუშავებენ. ჩემ FX30-ს დღეს მე მგონი დავასვენებ, ეს არაფერში არ დავჭირდება. იმდენად ცხელა, რომ აი ვერ საუბრო, ვერ ლაპარაკო, პირის აპარატი არ მუშაობს რა. დავიში, გამოიწერეთ არხი ჩემი და აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ბევრი ადამიანი მეკითხება, სად არის McLaren Artura, რატო არაფერს არ აკეთებ. მაგ მიმართულებით გეტყვით, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა ავტოსფეროში გადავიდე, აი ვცდილობ, რომ off-road-ში ცოტა ვიაქტიურო, მეტი გადაგვოთ ჩემ მანქანაზე, ვინც არ იცით, სადღაც ჩავსვავ ჩემი არხის links. პატარა adventure-ების გაკეთება მინდა ჩემ მანქანით. რა ვიცი, ჯერ საქართველოს, მერე სხვადასხვა ქვეყნები ახლო-მახლო, მერე უკვე ევროპა და რა ვნახოთ რა. რომ ის არხის გამოიწერა. ის ჩეთვის სრული და თუ არა და 3 2 1 და მოედანი 5 წამი. გაიზარდა კასკული პიუპიუზე ავიდა მაგრამ პიუპიუზე ვაი მე რა ხდება და კასკული პიუპიუზე აი ეს პიუპიუზე და პიუპიუზე და ესე იგი ამასობაში უკვე ფინალი არის. სუმოს ფინალია. აიმე. მოკლედ ხალხი იმდენად დაძაბული არის ეს, რომ მთელი დარბაზი ესე იგი იმ წრესთან არის შეკრებილი და ელოდებიან. და ნელ-ნელა აქ ჩვენ main stage-ის გარშემოც უკვე შეიკრიბა ხალხი და გრანდიოზული ფინალი. გრანდება მიდის. უკვე ამზადებენ stage-ს. ნახე რა აგრესიული stage-ი იქნება. რა თქმა უნდა ეს შიდა მხარეს იგულება, რომ უფრო ველური და უფრო ფატალური იყოს. აი ესე ახლოდან გამოიყურება sumo. აი ესე. აი ამდენი ჯიპი ყავს აი აქ. განაწილეობენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ნახავთ რა. ჩვენ ვართ მუშახელი. ეს არის ივენთი. ეს ვართ ჩვენ. ეს არის ამან ხო ჩვენი და ამან უკვე გასშო ის აქ ნახო რა ქვია ჩამომწერა ეს ვარ ჩვენ ეს არის ოს უნდა გავიქცეთ და მე დავიხსნე თქვენ განტოლებას აი აქ იქნებიან კომენტატორები გარდა უკვე არიან სხედან მოემზადნენ ლაივი გადის Facebook-ზე აგეთ კომენტატორებზე ცალკე კამერა გვაქვს მოკლედ ძალიან ბევრი ხალხია აქეთ ქრუები არიან და დანარჩენი ამ წრის გარშემო უკვე ხომაგები მაყურებელი ოპა ეხლა კაი რაღაცა დაიწყება
ესე დავტვირთეთ ვასილა. ვასილა შეიძლება ზეგ გაქრეს საერთოდ. ვასილა სიმაღლის კამერა არის და სეტაპია. რაცა ვირთხების რბოლას გავს ეს ყველაფერი. რამგონი ვინც გადარჩება მე და იმ დიდ მონსტრს მოიგებს. ეფექტები გვაქვს. დაიწყო გაჭყვეტვა. გამარჯვებულიც არის ბოლო, რომელიც გადარჩა პატარა. აი, ასე და ამდაგვარად დაიწყო, აი ასე და ამდაგვარად დაიწყო გართობა რობო ბრძოლებზე. მოკლედ, ესე იგი იყო რამოდენიმე ბრძოლა უკვე და საინტერესოა, მაგრამ ალბათ არც ისე, იმიტომ რომ ჯერ პატარა წონა არის, ამ კილოგრამ ნახევრამდე წონის ბრძოლებია და ანუ არ უშავდა რა. ნახოთ უფრო მძიმე წონებში რა იქნება, იმიტომ რომ მჭირდება აფეთქება, მჭირდება ცეცხლი, აღირავება, აფეთქება ყველაფერი რა. აი ეგ არის ზუსტად ამას ვიძახდი, რაც უფრო მძიმე წონაში გადავალ, მით უფრო საინტერესო იქნება და აი ეხლა ბოლო ბრძოლა რაც იყო ხა ფანტასტიკა, ნაპერწკლები დაიშალა ორივე რობოტი და რავა ეს საშინელება. აი აქ უნდა დადგეთ, აი იქ. всё, აი მაგ, всё. პილოტების გვერდით ვარ მე. აი ესე მარტივად ერთი დიდი დარტყმით აი ესე ერთი დიდი დარტყმით გააჩერა თავისი მეტოქე და გაანადგურა. უცებ, აი ბოლო მე ბოლო მოეწონა, რატომ დამსხური ეს ერთმანეთი გაგლიჯეს შუაზე. ძალიან კაი იყო, ანუ ბოლო თუ როგორ იქნა ბრძოლები? ბრძოლები ეს ძალიან გაგლიჯეს ერთმანეთი, აი ძალიან მაგარი იყო. და აქამდეც ისმოდა ის იმხელა დაჯახების ხმები იყო. აი მე რავი ძალიან მომწონა, აი და მე ძალიან მომწონა. მე ყველაზე მეტად რბოლა მომწონა. რავი. არა, it's our natural habitat, so. ბიჭო, არა, ხო, ანუ ლოვიღლები კაი არის, მისწორდება ეგ დაღლა რა, ანუ აი ესეთი დაღლა ასწორებს და არა ის დაღლა რაც ხებს აქვს ხოლმე რა, უსაქმურობით. პროდაქშენში დაღლა ასწორებს რა. ერთი ნახევარფინალური ბრძოლა იყო და ეხლა მეორე არის ეს
ეს 8 კილოგრამიან წონაში არის, კი, 8 კილოგრამიან წონაში. აუ მოკლედ ძალიან საინტერესო გახდა ეს ბრძოლები, ბატალიები. მოგონა პილოტი ყავს. ეს ძალიან მაგარი ტიპია. ფოქსჰაუნდი. ერთი პატარა მოძრაობით, ერთი დარტყმით, სტარტიდანვე გაიმარჯვა მონსტრმა. ბრავო, ოჩახ. აი ეს ოვაციებია. აი ეს ბედნიერება, ოჩახ, ბრავო. ხერხის წინააღმდეგ. სუპერფინალი. ოჩახი ბიჭების ბავშვების თიმი. კოკადამა. ოჩახ. დაფსვას შეატყდა ყველასიანად. აბსოლუტურად ყველანი არადი დაიწყო ამის იმაზე რა ოჩახ, გილოცავ. დაგიწევი ხარ? გილოცავ და გილოდები. მაგარი. ზეცი ხალხო რავი რა, თუ რამე აქედან დაგიმშვიდობებით, მადლობა რომ უყურეთ ამ ვლოგს. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაასაპორტეთ ეს პროექტი. Thumbs up and subscribe. Ciao.